ფასები იზრდება, დაეწიოს ჩვენი შემოსავლები. თუ ჩვენი შემოსავლები უფრო სწრაფად გაიზრდება, შეიძლება ჩვენ ისე აღარ ვინერვიულოთ ხო ამ ფასების ზრდაზე. საქართველოში სამწუხაროდ დასაქმებულთა ნახევარზე მეც შემოსავალი აქვს დაახლოებით 1000 ლარი და ნაკლები. რომელიც თვიდან თვემდე თავის გატანისთვის ძლივს ყოფნის ადამიანებს 700.000-მდე ადამიანი არის სოციალურად დაუცველი, ხო? ამ ადამიანებს რა თქმა უნდა უჭირთ თვიდან თვემდე თავის გატანა და მით უმეტეს ვის დასაქმებულია მისთვისაც კი ყოველთვიურად არასაკმარისია ის შემოსავალი რაც მას აქვს თუნდაც სურსაზე და ბავშვების გამოკვებაზე. ამიტომ ამას უფრო მტკივნეულად აღვიქვამთ, რომ ფასები ყველგან იზრდება. ზოგადად ფასები სტაბილურად და ნელ-ნელა ყველა ქვეყანაში იზრდება, ხო? ეხლა ამერიკის ფასები რო შევადარო თუნდაც დოლარში 10 წლის წინანდელი ან 20 წლის წინანდელი დღევანდელს რა თქმა უნდა დღეს უფრო მაღალი ფასები იქნება საშუალოდ ყველაფერზე არა მაგრამ საშუალოდ მაღალი ფასები იქნება მაგრამ იქ ის რომ შემოსავლები იზრდება ადამიანებს აქვს საშუალება რომ შემოსავლთან თან დანაზოგი გააკეთონ ეს ნაკლებად მტკივნეულად აღიქმება ფასების და საქართველოს ტიპის ღარიბ ქვეყნებში კი სამწუხაროდ კიდევ უფრო მტკივნეულია ეს ფასების ზრდა